ბებია ბაბუასთან გატარებული ბავშვობა სახლში, სადაც ყველა ნივთი თავისი ისტორიის მატარებელია. ალბათ თითოეული ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი და ძალიან ტკბილია ეს მოგონება. სწორედ ბავშვობის სახლის კედლებმა შთააგონა ორი შვილის დედას, 33 წლის ნინო გოზალიშვილს შეექმნა მინიატურა, რომელიც ყველაზე ძვირფას პერიოდს გააცოცხლებდა. ახალგაზრდა ხელოვანის შესახებ სიუჟეტი ნინუცა როსტიაშვილმა მოამზადა. პირველი მინიატურა იყო ჩემი ბავშვობის ბებიის და ბაბუის სახლი. მინდოდა ის აღმედგინა, რაც იყო ადრე, ახლა სახლი აღარ არიან და მათი მონატრება და ნოსტალგია იყო მიზანი ალბათ პირველი. ხშირად ვაცოცხლებ 90-იანებს, ძველ პერიოდს, ხის სახლებს. უფრო რაც ძველია, ალბათ უფრო ნოსტალგიურია, უფრო ემოციურია და ალბათ ეს არის მთავარი მიზეზი. ბოლო დროს დავიწყეთ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჩვენი დიორამების გაცოცხლება. სრულიად ჩემი შექმნილია ის, რაც უკან ხედზე არის, სახლი, თებში, მაგიდან აბსოლუტურად უბრალოდ ვამატებთ პერსონაჟებს ბებიის, ბაბუის, ბავშვების სახით და იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ მეც ჩამითვრია ამ პროცესმა, რასაც ვქვია და პატარა მულტფილმს ვეძახე რა. ეს დიორამაც ერთ-ერთი ჩემი ბავშვობის კადრია, ასე ვთქვათ. იყო დილის რუტინა, ასე ვთქვათ, ბებია აცხობდა პურს, ბაბუას შემოქონდა შეშა, ფეჭს ანთებდა, სახლში სხვანაირი სითბო, სიხარული, სხვა ემოცია იყო საერთოდ. შუაში არის თბილისის 90-იანები, მე უფრო და არა სოფლის. როდესაც ბებიები თუ ბაბუები მოუთმენლად ელოდნენ შვილიშვილის ან შვილის ზარს და ნებისმიერი ზარი რო ახარებდათ, ოღონდ დაგერეკა, მათ თავარი იყო ოღონდ დაგერეკა. ეს არის 90-იანების ბანაობის მინიატურული ვერსია. როგორ ვაცხელებდით წყალს, ძველი საპონი, შამპუნი, სარკე, შპალერი გახუნებული, გადაქერცლილი იატაკი, წითლად შეღებილი. გამაცხელებელი კი შექმნილია ყურსასმენის კაბელისგან. მუშაობ ეპოქსიდზეც, ოღონდ არა ისე, როგორც ბევრი, ასე ვთქვათ. ყოველთვის ვცდილობ, რომ იყოს განსხვავებული. ეპოქსიდშიც მინიატურები მაქვს ჩასმული. ძირითადად ჩემი საქმიანობა მინიატურებია. ეს პროცესი ვერ ვიტყვი, რომ რთულია, პირიქით სასიამოვნოა ჩემთვის. პროფესიით მხატვარი დეკორატორი ვარ, მაგრამ პროფესიის დაუფლებამდეც ჩემი ინტერესი ყოველთვის ხელოვნება იყო, ხატვა, რაღაცების შექმნა. მეგობარი ადამიანი როგორ შეიძლება შეგიყვარდეს, ისე მიყვარს ყველა ნამუშევარი და როცა მიაქვს დამკვეთს, 1-2 დღით ვიტოვებ ხოლმე, რომ აი თითქოს მინდა რომ ვუყურო თუ დავემშვიდობო თუ არ ვიცი როგორ ახსნა ეს მომენტი. საშუალოდ თუ ოთახის მაკეტი კეთდება, ასე ვთქვათ, 1 თვე მაინც სჭირდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წყლიმანი კეთდება თითოეული თებში, ჭიქა, კოუზი, ანუ თითქოს ძალიან პატარაა, მაგრამ იმ პატარას უფრო მეტი დრო სჭირდება. ვიყენებ ძალიან ბევრ მასალას, როგორც სამხატვრო, ვთქვათ, პოლიმერული თიხა, ხე, სხვადასხვა მასალა. ასევე შეიძლება ისეთი რამ გამოიყენო, რაც საერთოდ არ იყო მხატვრობასთან კავშირში, მაგალითად შპალერი უბრალოდ დაბეჭდილი სურათი არის, რომელიც დავჭერი, დავაძველე. თავში სუმიტრიალებს ეს პატარ-პატარა ნივთები. ფიქრობ, რომ ჩემი თავარი საქმე ეს არის. მინდა რომ გავხსნა პატარა სტუდია ძალიან მალე, სადაც შევასწავლით მინიატურებს.